მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე. ახალი ასეთი უნდა დავიწყო. მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ძალიან საინტერესო გაშლას, რაც ცვლილებები მოდის თქვენ ცხოვრებაში. თქვენში რაღაცა ცვლილებები უნდა ყოფილიყო უკვე, აი ეს იმათთვის იქნება, ვინც უკვე გრძნობს ამ ცვლილებებს. მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, ვინც კიდე არ მიცნობს. დავიწყოთ ჩვენ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე მინდა გავაკეთოთ სიგნიფიკაცია და მერე უკვე ჩვენ, როგორც ყოველთვის, კითხები მზად მაქვს, აქ ჩვენ გრძელი გაშლები გვაქვს, სადაც ჩვენ საუბრობთ, ხო? და კიდე დაწერეთ ის თემები, რომელიც ძალიან გაინტერესებს და აუცილებლად გავითვალისწინებ და გავაკეთებ მაგ თემებზე გაშლებს. ვისთვის იქნება დღევანდელი გაშლა, ვისთვის უკვე აკაკუნებს ეს ახალი ამბები. ვნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია. დღეს რაღაცა სხვადასხვა დასტები მოვამზადე, ვნახოთ რას გვეტყვიან, ვისთვის. Ну, აქ როგორი მომენტი გვაქვს ჩვენ პრინციპში, ნახეთ როგორი საინტერესო ენერგია. ერთი მხრიდან ხარ, აი თქვენ როგორ ხართ, იცით, მონატრება გაქვთ კარგი პერიოდების რა, აი ასე ვთქვათ. აი ესეთი პერიოდების, აი სადაც აი კარგად ვგრძნობ თავს, აი კარგ ხასიათზე ვარ რა, აი თითქოს მოგენატრებ, აი აქ უკვე იცით როგორ აი დაიღალეთ უკვე იმ პერიოდებიდან, სადაც აი გული გტკივა, სადაც ნერვები გეშლებათ, სადაც რაღაცა აი ну ეს წუხარება რომ არის, ხო იცით რა, ენერგია, სადაც აი ყველაფერი აბსოლუტურად უკვე აი მოგბეზრდათ, მოდით ასე ვთქვათ. ანუ გენატრებათ ეს კარგი განწყობა. აქ თითქოს კი ბატონო, ხო? აი როგორ არის, იცით? კი ბატონო, რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში ჩვენ ხასიათებს გვიბუჭებთ ვინ? პარტნიორები, ხო? ცუდები. დღეს ახლა მოდი ვიჩხუბოთ, ცუდები არიან. არა, ისინი არიან ძალიან კარგები, უბრალოდ ეგენი ჩვენ გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ ზოგჯერ გვინდა დავისვენოთ, აღარ გვინდა ეს არაფერი, გვინდა კარგი პერიოდი, სადაც კარგად ვარ. იმიტომ რომ აქ კი ზოგს ექნება ეს მომენტი, როცა თქვენ გენატრებათ შეიძლება ადამიანი გენატრებათ მასთან კარგი ურთიერთობა როცა გქონდეთ, კი საჯარო გაშლა, ამიტომ არ გამოვრიცხავ არაფერს აბსოლუტურად, მაგრამ აქ ადამიანი სამწუხაროდ აი გაჩერებულია, ვერაფერს ვერ აკეთებს რა. აი ვერაფერს ვერ მოქმედებს და თან როგორ არის თქვენ კიდე აქ არ ტყავს ძალიან კიდე ეს სიტუაცია და მისი ასეთი გაჩერებული საქციელი, ასე ვთქვათ რა, თუ შეიძლება ამას დავარქვათ, საქციელი თქვენს თვით შეფასებაზე. მიხვდეთ, მაგრამ ამავე დროს არ არის ცუდი რომ იცოდეთ თქვენ, იმიტომ რომ აი ამ ენერგიებში თქვენ ისე ეს ადამიანი გაგდებს. ამიტომ ეს ცუდი არ არის არანაირად. პირიქით, მადლობა მას, რომ თქვენ ახლა ანუ გაბრუნებს, აი აქ თითქოს როგორ არის, იცით, მინდა დაუბრუნდე იმ კარგ პერიოდს, როცა ვიყავი მე კარგად და რა თქმა უნდა ეს მოგინდება როდის, როცა რაღაცა მომენტები გაქვს ეხლა, რომელიც ნუ ამ წუთში შეიძლება არ მოგწონს, მაგრამ ასე რბილად რო ვთქვათ, ხო? ხო და ამიტომ ეს კარგი ენერგია, ცუდი ნამდვილად არ არის. აი ნამდვილად არ არის ცუდი ენერგია. всё, სიგნიფიკაცია დავასრულოთ, იყოს მასე. ჩვენ ახლა აი აქ მინდა მოვამზადე დასტები, ჯერ ამაზე დავალაგებ კითხვებს და მე კიდე მოვამზადე, ნახოთ თუ დაგჭირდება კიდე. ანუ რომელი ცვლილებები უკვე აკაკუნებს თქვენს ცხოვრებაში. პირველი კითხვა გვექნება ჩვენ ესეთი დასტა. ხო ხარ მზად? აბა და რამდენიმე მოვამზადე. ბოდიში ცოტა გრიპის მერე კიდე დამჩახველი მომაპატიდე. კიდე რას აი ეხლა რა უნდა რომ გადმოგცემ თქვენ მაღალი ძალები. მაღალი ძალები აუცილებელი, ჩვენ ვიცით ხო ეს ძალები ჩვენ გვეხმარებიან და გვჭირდებიან.
რა არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა თქვენ დაინახოთ, მაგრამ ვერ ხედავთ ჯერ. კიდე საინტერესო კითხვა მივფიქრობ, რომ რა ტოვებს თქვენს ცხოვრებას ახალი ცვლილებების წინ. აი რაღაცა ხო უნდა წავიდეს, ანუ ესე იგი რაღაცა უნდა წავიდეს, რომ ახალი შემოვიდეს, ხო და აი ზუსტად ეს ვნახოთ ჩვენ რა უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან ამ ახალი ცვლილებების წინ. და რა შემოდის უკვე აი გუშინაც ხო გავაკეთე ეგეთი გაშლა რა მიდის რა მოდის, მაგრამ აი აქაც ცოტა კიდე ვნახოთ აბა რაც გვეტყვიან ჩვენ. ანუ რა ცვლის ძველი ენერგიას. რაც ის აგესნით მე ყველაფერს რა. კიდე ვნახოთ ჩვენ, ანუ როგორ უკეთ მოემზადოთ თქვენ ამ ცვლილებებისთვის. შემდეგი რა რესურსი უკვე გაქვთ თქვენ, რომელიც დაგეხმარებათ, იმიტომ რომ ნახეთ, შენ თუ არა გაქვს რამე შინაგანი რესურსი, რანაირად გადახვალ, ხო, შენც უნდა გქონდეს რაღაცა ახლა რესურსი, ნახოთ ჩვენ ეხლა რომელიც უკვე გაქვთ თქვენ, უკვე რა დახმარება გექნებათ მაღალი ძალებისგან და რა შედეგს მოგიტანთ თქვენ ეს ცვლილებები და კიდე აქ ერთი კითხვა მაქვს. რა გახდება თქვენი მთავარი წყალობა ამ პერიოდის შემდეგ? აი ეს ნახოთ. მე მგონი ამაზე კაი კითხვები გვაქვს. აქ ნუ აქ ახლა კიდე არის ეს პენტაკლების თქვენი ძვირფასი, აი აქ უმოქმედო პერსონაჟი კიდე მოვიდა თავისი სიყვარულით. ნუ აქ ახლა მაჩვენებენ რომ არის თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, ვისაც უყვარხართ თქვენ და ვისთვისაც ხართ თქვენ მართლა ძალიან აი ესეთი თბილი ტკბილი და რა ვიცი. ნუ იყოს ეთყობა ზის აი აქ ეს პენტაკლების მეფე, რომელიც უბრალოდ გულში აქვს სიყვარული, ხო იცი, მაგრამ აი შეჩერებულია. იყოს შეჩერებული, ჩვენ ვნახოთ ახალი რაღაცა პერიოდი თქვენი, ხო? всё, დავიწყოთ. ანუ პირველი კითხვა მქონდა მე აქ, ესე იგი რა უკვე აკაკუნებენ. ანუ თქვენ ნახეთ რა ხდება აქ ყველა ვარიანტში, უკვე თქვენ აქ ინტუიცია ჩართეთ ახლა, ხო? ინტუიცია ჩარდეთ, იმიტომ რომ აქ თქვენ უკვე უნდა გრძნობდეთ. მაგრამ ნახეთ რა ხდება. ეს არის ემოცია. ამიტომ თქვენ აქ უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ანუ რომელიც ცვლილებები უკვე აკაკუნებს თქვენს ცხოვრებაში, ემოციები, რაღაცა ემოციები, რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ, მიდის თქვენი ცხოვრებიდან. მაგალითად, შეიძლება თქვენ იყავით ძალიან დამოკიდებული იმაზე, რომ პარტნიორი დარეკავს, არ დარეკავს. თქვათ ემოცია, ხო? ვიღაცამ რაღაცა გითხრას გეწყინათ, ხო? გულთან მიიტანეთ. ნუ რაღაცა ისეთი ემოციები, რომელიც უკვე თქვენ გრძნობთ, რომ უკვე ეს უკვე აღარა მაქვს ეგეთი რეაქცია რა. აი ადრე შეიძლება ამაზე მე დავუშვოთ, ახლა გავნერვიულდებოდი, თქვათ ახლა ვიტირებდი, რაღაცას ვიზავდი. ახლა აღარა მაქვს ეს ემოციები. უკვე აი სხვანაირად ვიღებ, უკვე აქ ნახეთ როგორ არის მერვე ენერგია, მიდის მეცხრე ენერგიაში. მეცხრე ენერგია ეს არის უკვე მე ჩემ თავს ვირჩევ. გამიგეთ ემოციები და თუნდაც რომ აი თავარია მე ვიყო კარგად, შევინარჩუნო ჩემი თავის სიმშვიდე, ასე რომ ვთქვათ რა. ანუ ჯამრთელი ეგოიზმი, როგორც ჩვენ ვიცით. ამიტომ ეს უკვე თქვენ უნდა დააკვირდეთ, აი დააკვირდეთ უკვე რომ ემოციებში რაღაცა წავიდა ცვლილება, რაღაცები დავტოვე მე უკან. რაზეც აღარ მაქვს რეაქცია. ეს გაითვალისწინეთ, ხო? так, შემდეგი ნახოთ ჩვენ, ესე იგი რას გადმოგცემს ახლა მაღალი ძალები. აი რა უნდა გადმოგცეთ თქვენ ახლა ამ ეტაპზე? აი რა უნდა გადმოგცეთ, რომ სწორედ იქცევი ძალიან, იმიტომ რომ ნახეთ, აქ უკვე შენ აბალანსებ. ანუ ნახეთ რა ხდება,
ესე იგი, თასები ეს არის გრძნობები, ხო? პენტაკლები რაც ხდება მიწიერ დონეზე. ანუ ესე იგი აქ როგორი ბალანსი მოდის. აქ თითქოს თქვენი სულიერი და მიწიერი ცხოვრება მიდის დაბალანსებისკენ. მივხვდით? იმიტომ რომ არც ის ხართ, რომ თქვა, სადღაც გაფრენილი ხართ, ხო? და არც ის რომ სუნთლად ეხლა მიწიერი ხართ. რაღაც მიდის დაბალანსება. ეს ძალიან მაგარი ხოთაშორის, აი დაიჭირეთ ეს ენერგია, ეს მართლა ძალიან მაგარი ენერგია, იმიტომ რომ უკვე მაღალი ძალების გეუბნებით, რომ ეხლა შენ უკვე ხარ იმ ენერგიებში, როცა აბალანსებ. ეს მაგარია, მე მომწონს კიდე გავხსნათ და მე უკვე თუ დამჭირდება კიდე ინფორმაცია, აუცილებლად გეტყვით. ой, დავამატებთ, გამოვიყენებ სხვა დასტას. რა არის ახლა მნიშვნელოვანი? აი რა უნდა დაინახო მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ ვერ ხედავ შეიძლება, ვერ ამჩნევ უბრალოდ. აი ზუსტად ნახეთ რა არის ახლა. რა უნდა დაინახოთ? ანუ რაღაცა ენერგია უნდა დაინახოთ თქვენ, აი რომელიც არის თქვენში რაღაცა მოჭარბებული. ნახეთ ახლა გეტყვით. შეიძლება თქვენ ახლა როგორ ხართ? აი უფრო მეტად გინდათ თქვათ მოძრაობა, უფრო მეტად გინდათ თქვათ რაღაცა გავაკეთო, უფრო მეტად გინდათ წინსვლა. შეიძლება ზოგი დაუშვოთ ახლა აი ეს ენერგია საერთოდ ეს რა ქვია, კეთილი არის ენერგია მოძრაობის, ხო? ანუ თან როცა აი მიდის აი ზუსტად ის მომენტი სულიერი და მატერიალური ერთად. აი რაღაცა სხვანაირი ენერგიების მოძრაობა დაიწყო თქვენში. აი, როგორც გვეუბნებიან, ხო, თქვენს რომ ესე იგი ჩვენ ემოციები ძველი დავტოვეთ, ჩვენ ესე იგი უკვე გავაკეთეთ დაბალანსება და გვეუბნებიან, რომ ესე იგი ეს უნდა დაინახო, შეიძლება ვერ ამჩნიო, მაგრამ დაინახათ, ან ძალიან ეს არ არის პატარა რაღაცა მომენტები. დაინახეთ თქვენში ამ პოტენციალს, შეიძლება ვიღაცები გეუბნებიან, რომ რაღაცა შეიცვალე, რაღაცა ძალიან აქტიური ხარ, რაღაც ისეთი ენერგია გაქვს შენ, რომ აი ძალიან, შენთან ყოფნაც შეუძლებელია ეხა ისეთი ენერგიებს ავცელებ. აბადით. ზოგჯერ ხოც რომ ამომივარდება ხოლმე. Так, всё, შემდეგი. შემდეგი ჩვენ გვაქვს, ესე იგი კითხვა რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, სანამ ახალი ცვლილებების შემოვა, ხო? რა მიდის და მიდის იმპერატორი. ეხლა იმპერატორს კი გავხსნით, იმიტომ რომ იმპერატორი ეგ არის შეიძლება გოგოებო, ეხლა ნახეთ. შეიძლება მიდის თქვენი ცხოვრებიდან მართლა ადამიანი, რომელიც ეხლა ნახეთ საჯარო გაშლა, ბევრი ვარიანტს გეტყვით ან დავამოწმოთ, ვიცი რომ ყველასთვის ეხლა ეს რა თქმა უნდა მტკივნეულია და რა მინდა გითხრათ, იცით შემოლამაზებო. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ თუ საბედნიეროდ ეხლა როგორ გითხრათ ყველას ეხლა ეს სტადიები, იცით, მე ეხლა ამ ჩემს არხზე საერთოდ მინდა რატო ვლაპარაკობ ზოგჯერ აი თქვათ მეც მაგრამ ჩემი არხია და ვლაპარაკობ, ხო? რატო? იმიტომ რომ მიზანი მაქვს ამ გაშლების, მიზანი მაქვს ის რომ მე თქვენ მინდათ დაგეხმაროთ. შეიძლება ეხლა ამ წუთში დაუშვოთ არ ხდება რაღაცა, მე ვიცი რომ მყავს ესეთი მსმენელები, რომ აი რეზონირდება, უსმენენ, იმიტომ რომ იღებენ რაღაცა რჩევებს. იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეს რჩევები მე გამოგადგებათ და იმიტომ რომ მართლა უდიდესი მაქვს გამოცდილება საერთოდ ურთიერთობებში, ანუ ამ თემაში მუშაობ, აი წლებია უკვე რა, წლები, იმიტომ რომ ეს თემა მაინტერესებს, იქიდან სულ მაგას სწავლობ, პლუს კიდე მილიონაირი კონსულტაციები და ასე შემდეგ. ამიტომ აქ მე მინდა თქვენ მოგცეთ ხოლმე даже ნუგეშით შეიძლება აი უბრალოდ აგიხსნათ სიტუაცია და წვრილებით, რომ თქვენ მერე აი მარტო ის კი არ უყუროთ, რომ თქვა დარეკავს, არ დარეკავს, ხო? აი რატომ? ან შენ როგორ უნდა მიიღო მისი ეს არ დარეკვა, მისი ეს არ მოსვლა, იმიტომ რომ ეს არის მტკივნეული. ჩვენ აქ სულებზე გვაქვს საუბარი და სულებს ვკურნავთ, იმიტომ რომ სხვანაირი ეხლა პრინციპში თავი რო გეტკინებაც ამას დალევ და გაგივლის, ხო? სულს რა უყო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ აქ გვაჩვენებენ ჩვენ, რომ შეიძლება კი ეს ადამიანი, რომელიც იყო შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი,
შეიძლება წავიდეს, ხო? მე დავამოწმებ ახლა ამას კიდე მაინც, ხო? მაგრამ თქვენ არ უნდა მიიღო ეს მტკივნეულად. აქ გიმაჩვენებენ უკვე, რომ თქვენ ისწავლეთ, აი ეს რაღაცა დაბალანსება, თქვენ უკვე ხართ იმ გზაზე ხართ, როცა უკვე მართლა ირჩევ თქვენს თავს. ეს არ არის ცუდი, ეს ძალიან კარგი, იმიტომ რომ მე მაგას ვამბობ და სულ ვიტყვი, რომ როცა შენ ირჩევ შენს თავს, ეს რას ნიშნავს? მე ვირჩევს ჩემს სიმშვიდეს, ხო? მე არ ვაკეთებ იმას, რაც მე არ მინდა გავაკეთო, იმიტომ რომ აი ასეა საჭირო. ეხლა ნახე, შენ ნაძალადევად რამეს რო გააკეთებ, ხო? შენ ხარ უკმაყოფილო, შენ გაქვს რაღაცნაირად აი შეწუხებული ხარ, ხო? აი დაჟე დახმარებაც, ხო? აი არ აქვს მნიშვნელობა ვის დაეხმარები. შენ თუ თქვა ბოლო კაპიკი ამოიღე რაღაცა ცუდად და მიეცე, კი, იმ წუთში რაღაცა ნუ ხო დავეხმარე, მაგრამ მე ისევ შენ რჩები ცუდად, ნაკლებობას გრძნობ შენში და აი ეს უკვე არის როგორიც აი ყოველთვის სიუხვიდან შინაგანი სიუხვიდან რაღაცა უნდა გავაკეთოთ ჩვენ სხვებისთვის და ის უფრო ნაყოფიერი იქნება და ამიტომ ეხლა ეს ადამიანებიც ვინც მიდიან ჩვენი ცხოვრებიდან მით უმეტეს უფრო ურთიერთობას რაც ეხება რა თქმა უნდა მტკივნეულია მაგრამ აი ზუსტად ეს მომენტი არის რომ დაფიქრდეთ აი რატო ზოგისთვის თქვა კონტრაქტი დასრულდა ხო არსებობს ეს რო გეუბნებით ხოლმე ამ კონტრაქტების ზოგის თქვათ შეიძლება თქვენ თვითონაც უკვე ხვდებით რომ აი ნუ ნამდვილად ახლა უკვე შეუძლებელია არ ვიცი მინდა გულით სულით მოგცეთ ეს ნუგეში მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან აი რას გულისხმობს აი აქ ეს იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანია იმიტომ საჯარო გაშლასთვის იმპერატორი ანუ რას გულისხმობთ აქ ამ იმპერატორში ეხლა ვეკითხოთ ანუ აქ როგორ რას მაჩვენებენ იცით კვერთხების ხუთიანი რა მიდის აქ ისეთ რას მაჩვენებენ შეიძლება უმოქმედება აი ზუსტად ნახეთ იმიტომ გითხარ აქ ხო მაჩვენეს რომ კი ეს ენერგიები თქვენში ჩართო მამაკაცმა ჩართო იმიტომ რომ ეს მამაკაცი შეიძლება თვითონ არ მოქმედებდა დიდი ხანი აქაც მაჩვენებენ რომ ეს რა მიდის ანუ ესე იგი უმოქმედება აი შეხედეთ როგორ არ უთხრათ ჩვენ პარტნიორებს აი მადლობა და არ ვიცი გოგო ნუ პროსტ ჩემი თვალით შეხედეთ ამ ყველაფერს აი ნახავთ როგორ შეგიმსუბუქდება ცხოვრება ადამიანი არ მოქმედებს იმიტომ რომ ადამიანმა ჩართო თქვენში ეს ენერგიები ის ენერგიები რომ უკვე ანუ არაფერს არ აკეთებთ იმიტომ რომ ეს ადამიანი გადის თავის რაღაცა პროცესებს ხო აქ ამ დროს თქვენ ფიქრობთ რომ ეს ადამიანი არ მაფასებს საერთოდ არ ვაინტერესებთ მაგას ხო თქვენში მოდის ის ენერგიები რომელიც გეუბნება შენ რომ აღარ მინდა უკვე ნერვიულობა აღარ მინდა მე ახლა იქ მესამე მე-15 ფაქტორები და რაღაცები და ვიღაცის ნუ ეს მესამე ფაქტორი რას ნიშნავს რომ აი ვიღაცას რომ ვაბრალებთ აი ეს იმიტომ რომ ან ვამართლებ ხო ეს იმიტომ რომ ახლა ასეა ეს იმიტომ რომ აი ამიტომ აღარ მინდა всё ჩართო ადამიანმა თქვენში ეს ენერგიები ხედავთ ეს ენერგიები თქვენში რომ ჩართო ამ ადამიანმა რა ხდება ეხლა თქვენ უკვე თქვით რომ всё ჩემ თავს ვირჩევ აღარ მინდა უკვე ნერვიულობა წავედი ამით დაბალანსდა ყველაფერი თქვენში გაიღვიძა ენერგიები და რა მიდის ამ ადამიანის უმოქმედება მივხვდით იმიტომ რომ დიდი ხანია იყო აქ ბრძოლა ამ ადამიანში ესეც კარგად იჯდა გაიგეთ ეს ნუ პარტნიორული ეს ურთიერთობა ვერცად ვერ შეიძლება მომენტ ნახეთ კიდე რას გეტყვით მე თქვენ ახლა თუ დაუშვოთ თქვენ პარტნიორთან ყველაფერი ოკ კარგად ხართ მაგრამ შეიძლება თქვენი პროფესიონალიზმი აი ნახეთ იმპერატორი ეს არ არის მარტო პარტნიორი გლობალურში რო ავიღოთ ეს არის თქვენი პროფესიონალიზმი შეიძლება
იყო შეჩერებული, მოდით ასე ვთქვათ რა. იმიტომ გეუბნებით ხოლმე უსმინეთ ბოლომდე, იმიტომ რომ მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყველა მხრიდან დაგანახოთ თქვენ სიტუაციები, რომ თქვენ არ ენერგიულოთ და არ გქონდათ ეს ტანჯვები რა, მართლა. ეხლა შეხედეთ მეორე სიტუაცია. შეიძლება თქვენი პროფესიონალური თემა იყოს შეჩერებული, ვერ ვითარდებოდ, ვერ მიწინსვლა, ვერ მქონდა, იმიტომ რომ იყო რაღაცა ფაქტორები, რომელიც თქვენ არ გაძლევდნენ საშუალებას, რომ ეს წინსვლა ყოფილიყო. მივხვდით? რაღაცა იყო თქვენში შეჩერებული, იმიტომ რომ თქვენ ენერგიას უშვებდით არასწორ გზაზე. მივხვდით? ანუ ნერვიულობდე, სადაც ჩვენი ფიქრები, იქ მიდის ჩვენი ენერგიაც. მივხვდით? ამიტომ შენ რო გაქვს რაღაცა რესურსი, შენ მაგას უშვებ იქ, სადაც არ არის საჭირო. всё, მე აქ აღარ ყოფნის ეს ენერგია, რო თქვა, შენი ფინანსური თქვა თემა გაუმჯობესო, შენი თქვა ეხა სამუშაო თემები, თქვა სწავლობ რამეს, თქვა იმ სწავლოს დაუდგე, თქვა ანუ აიღო ეს სწავლები, რომ აღარა გაქვს რესურსი, რომ სულ იქ ფიქრობ რაღაცაზე, რაზეც არ გაძლევს ენერგიას. მივხვდით, პირიქით აქცევ იმ ენერგიას, იქ რაღაც აი სუტყვილა უბრალოდ აქცევ. გაიგეთ რა ხდება? ამიტომ გეუბნე რომ ეს მიდის თქვენთან, რაზეც თქვენ აქ დიდი ხანია იყო თქვენში შეჩერებული და თქვენში იყო აი არ იყო ეს მოძრაობა, ასე ვთქვათ, აი ეს მიდის. აი სტაგნაცია იყო რა, შეჩერება იყო. აი ეს მიდის თქვენი ცხოვრება, თქვენს პროფესიონალურ თემაშიც. მივხვდით? იმიტომ რომ თქვენი პროფესიონალიზმი აი კი შეიძლება აქ და აი ამიტომ არის აი აქ ეს ფიქრებიც რომ შეიძლება ჩემი თქვათ სამუშაო პროცესი შეჩერებულია, ხო? მე რაღაცას აი თქვათ ფინანსურათაც აი ვერა ვარ ისე როგორც მე მინდა რომ ეს უკვე წამოვიდეს ისე როგორც მე მინდა, იმიტომ რომ მე თავსაც ვაფასებ, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაცა ვიცი. აი იმიტომ რომ იმპერატორი, ბუდიშით იმპერატორი ზაა მაგარი ენერგია, პროფესიონალიზმი, აი ეს არის. გამიგეთ? ანუ ეს დაიმახსოვროთ, რომ ორი ვარიანტი გითხარით. შემდეგი ახლა მაქსიმალურად აგიხსნით ყველაფერს, რომ კარგად მყავდეთ რა. შემდეგი რა ხდება, ესე იგი რა მოდის, ესე იგი ძველი ენერგიის ნაცვლად, ხო? ახალი ენერგია, ახალი, აი ხო გითხრათ, ტყილა აქ არ ვღეჭავდე. ახალი ენერგია, მზის არკანი, ნახეთ? ანუ, ესე იგი, აი ეს ძველი ყველაფერი მიდის და შემოდის ახალი ენერგია, გამოანათენ, დაგინახავენ. ანუ, როცა შენ რა არის, იცით, როცა შენ ჩამქრალი ხარ, ხა შეიძლება შენ იყო კარგი სპეციალისტი, ლამაზი გოგო. დაუშვეთ, ნუ ძალიან ესეთი, აი კარგად იცმევდე, აი შეიძლება და გამოდიხარ სიტყვაზე, სურათებს დე, ბლოგერი ხარ, რა ვიცი, რაღაცებს შვები, მაგრამ ვერ ხედავენ. აი სკროლავენ, არ აქცევენ ყურადღებას, იძახე ღმერთო, მეტი რაღა გაიტიტველით გახარ, სურათი გადაიღო, вообще ლაიკი არა გაქვს. ეს უკვე, ნუ ცოტა, იცით რა, ჩემი ხობები. მაგრამ ეს რატო? ჩამქრალია, შუქი ჩამქრალი. ხა შუქი, მოდი ახლა ამ ოთახში ოქრო, ბრილიანტები, რა ვიცი, ყველაზე ძვირფასესი სურათები, რა ვიცი, რაღაცები შევავსოთ, შუქი გამოვრთოთ და ვთქვათ, ნუ დაათვალიერეთ. იტყვი რა დავათვალიერო, ხა არაფერი არ ჩანს, შუქი მაინც აანთებ. რა, არა, ისი დაინახეთ. ვინ დაინახავს, ხო? იმიტომ რომ შუქი ჩამქრალია. შუქი აინთება. გაიგეთ? და დაინახავენ უკვე ამ თქვენს სიმდიდრეს, თქვენ დაგინახავენ. ეს ძალიან მაგარი ენერგია, ძალიან მაგარი ენერგია. მზე. პლუს, აი ნახეთ რამხელა, ანუ როგორ თქვა რა ვიცი, აი ისე ამოდის და ამოდის. ძალიან მაგარი ენერგია გოგოება. აი ზადე ბიჭებო. აი როგორ მინდა გადმოგცეთ, აი არ ვიცი როგორ გადმოგცეთ და მომწერეთ რომ თუ вообще გამოვდეს ეს კაი, მინდა რომ გადმოგცეთ ეს ენერგიები თქვენ, რომ თქვენში ის აინთოს, წამოვიდეს რა. აი დამიჭირეთ, ეს არის ძალიან მაგარი სიტუაცია. კარგი, შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ. მე-6. ანუ ეს იგი როგორ
ჯობია რომ თქვენ აი მოემზადეთ რა უკეთესად ამ ცვლილებებს როგორ ნუ იყოთ მზად, ანუ იყოთ ამ ენერგია, ანუ იყოთ მიმღები, ანუ და პლუს კიდე ნახეთ, თქვენ არ უნდა იყოთ გაჩერებული. თქვენ თვითონ არ უნდა იყოთ გაჩერებული, იმიტომ რომ აქ ახლა რა თქმა უნდა, ნუ თუ შენ არ დამიჯერებ, არაფერი არ გაიღვიძებს, შენ თუ აი არაფერს არ აკეთებ, даже თუნდაც ნახეთ მედიტაციები რა, ეხლა მე დღეიდან ვიწყებ ეხლა მომზადებას იმ ტრენინგისთვის რო გითხარით თქვენ, აი სადაც აი ეს ენერგიები უნდა გავაღვიძო ყველასში, აბსოლუტურად, იმიტომ რომ მე თვითონაც სულ მაგ ენერგიებში ვტრიალებ და ვიცი ეს რაც არის და ანუ რომელიც დეკემბერში ჩატარდება ძალიან რაღაცას ვფიქრობ მაგას ვაკეთებ, მე მომწონს. ხო და ანუ ეს ნახეთ როგორი ენერგია თქვენს უნდა იყოთ მოძრაობაში. მარტო დაუშვოთ აი სიტყვაზე ვაკეთებ მედიტაციებს, მაგრამ არაფერი არ გამოდის ბიჭო. შენ თუ აკეთებ მედიტაციას და არაფერი არ გამოვა, შენ გვეცნობიერი მედიტაციის დროს გეუბნება რა უნდა გააკეთო, ხო? შენ ახლა ადექი და ხო ეხლა რადგან ნუ მედიტაცია გავაკეთე, ეხლა რაღაცა იქნება, ფული მოვა ის არა, ქმედება. ქმედების ენერგიაში უნდა იყო აუცილებლად როგორ ანაირად აგიხსნით უკვე ტრენინგზე. მაგრამ ძალიან მაგარი ენერგია, ძალიან მაგარი. ანუ როგორ ჯობია რომ მოემზადო, ანუ იყო გინდოდეს. ანუ ესე იგი, ნუ შენ უნდა გრძნობდე რა, თვითონ უნდა გრძნობდე რა უნდა გააკეთო. ნუ გრძნობდე რა ხომ, ნუ არ უნდა იყო მკვდარ ენერგიაში რა, ყოველ ვარიანტში რა. კი. ანუ არ უნდა იყო აი ამ ენერგიებში არ უნდა იჯდე, ნუ რაც გითხარით დამიდასტუროს. კაი. ეხლა ვნახოთ, ეხლა რა რესურსი უკვე გაქვთ თქვენ მაგისთვის, რომ გადახვიდე რა, აი ტრანსფორმა, რა რესურსი თქვენ უკვე ხართ მზად ცვლილებებისთვის. უკვე გაქვთ, თქვენ გაიარეთ ძალიან ძლიერი ტრანსფორმაციები. აი აქ დარწმუნებული ვარ, აი მომწერეთ ის ადამიანები, ვინც აი ამ წუთამდე, აი 27-25 უკვე რა. ვინც ჩემთან იყავით, რომ ვიცოდე რამდენი მყავს, მე თანამოაზროვნები ხალხი, მაინტერესებს ჩემ არხზე რა, ვინც უსმენს, ასეთ გაშლებს, იმიტომ რომ აქ ახლა ადამიანი, რომელიც არ არის მომზადებული, რომელიც არ არის ამ ენერგიებში, ვერ მომისმენს, ვიცი მე ახლა მე გასართობი ისეთი არა მაქვს რა, იცი თქვენ ახლა ჩემი მიდგომა ხო? ამიტომ ახლა ნახეთ, იმიტომ რომ თქვენ აქ ძალიან ბევრი ტრანსფორმაციები გამოვლილი, აქ თქვენ უკვე გაქვთ რესურსი, მე-13 ენერგია, ძალიან მაგარი რესურსი, მე-13 ენერგია, როცა ადამიანს შეუძლია, ანუ მზად ყოფნაში არის ყველაფრისთვის, თუ დაუშვათ რაღაცა აი ცვლილებებისთვის რა, მობილიზებული ადამიანია სხვათა შორის, ძალიან მე-13 ენერგია, ვისაც აქვს, ნუ ყველას გვაქვს 22 ენერგია, ვიცით თქვენ ახლა ხო და ამიტომ მე-13 ენერგიაში, ნუ თქვენ ახლა ვინც არ მიცნობს კიდე კარგად, ხო იცით, ნუ ხო იცით. ეხლა გეცოდინებათ, რომ ბედის მატრიცის მე ვარ ახლა უკვე წლები კონსულტანტი, ეხლა უკვე კურსიც გვაქვს ჩვენ, სადაც მე მაღალ ენერგიებს მათ ვასწავლე სხვადასხვა სფეროებში. ნუ ამიტომ მე-13 ენერგია ნახეთ დაგეხმარება თქვენ იმისათვის, რომ წარმატებულად გაიაროთ, პლუსში გაკეთყობა. პლუსში, ანუ როცა მე არ მეშინია ძველის დატოვება, ხო? მე არ მეშინია ცვლილებების. ანუ ეს რესურსი გაქვთ. ანუ მე არ მეშინია რომ თქვა დავტოვო ის, რაც უკვე ჩემთვის აღარ მუშაობს, რაც ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს, ხო? და წავიდე წინ. ეს არის მართლა ძალიან აი როგორ კიდე აგიხსნათ, იცით, რომ აი უცბად წარმოვიდგინეთ, რომ რაღაცა მოხდა სიტყვაზე, ნუ დაუშვოთ ეხლა გაითიშა წყალი, ხო? და ვიღაცა პანიკაში ვარდება. თქვენი მოიცადე ეხლა გავიქცევი აგერ მაღაზიაში, ვიყიდი სანამ ყველამ გაიღვიძე და გაიგო წყალი არ არის, გავიქცევი ეხლა და ვიყიდი იმდენ წყალს რომ იყოფა, ხო? უცბად მოგივიდა აზრი. მიხვდით? აი ესეთი რაღაცაა მობილიზებული ადამიანი. ეს რესურსი უკვე თქვენ გაქვთ. ამიტომ ეს ახალი იმიტომ რომ სიახლეებიც რო შემოდის, ხო? უნდა იყო მზად, როგორ მივიღო, როგორ ავიღო მე ეს სიახლე, როგორ გამოვიყენო ჩემთვის, ხო? იმიტომ რომ ისე არ იყო, ვაიმე ეს რა მოხდა, ვაიმე ეს რანაირად მივიღო, ვაიმე ეს ფული ახლა რომ მოგივა შენ $1,000,000 და ასეთი რო არ იყო. მიხვდით, რომ უნდა იყო მზად. ეგრევე რომ აი კი, ნამდვილად ეხლა მე იმდენ ტრანსფორმაციები მაგ გამოვლილი რომ მზად არ მივიღო $1,000,000. ხო მიხვდეთ და ესე თემაში არის. კი. ანუ გამოცდილება. ოკეი. შემდეგი ეხლა ვნახოთ ჩვენ, ანუ რა მხარდაჭერა მოდის მაღალი ძალებისგან თქვენთან, სიყვარული.
მაღალი ძალებს ძალიან უყვარხართ, მიხვდით? ანუ ეს მაღალი დონის ემოცია, ანუ ესე იგი თქვენ იგრძნობთ ამას, როგორ იცით, აი თქვენ თვითონ იქნებით როგორ ემოციაში, უნდა იყოთ, ან იქნებით ესეთ ემოციაში, რომ აი ყველა მიყვარს რაღაცა ეგეთი რა, აი ყვავილი მიყვარს, მეზობელიც მიყვარს, კარგად კინერებს მიშლიდე სიტყვაზე გულში, მაგრამ ანუ უტრირობ, მაგრამ ხო ხდებით რა, ეს არის თქვენ თვითონაც მიხვდებით, რომ რაღაც ვუყვარ ვარ მაღალ ძალებს რა. აი ეს არის აი თანახეთ როგორი ულამაზესი ენერგია. ხედავთ? ამიტომ მაღალი ძალები დიდი სიყვარულით არიან თქვენს მიმართ განწყობილი, იცოდეთ. თქვენ ამას შეიგრძნობთ ყველა ვარიანტში უნდა შეიგრძნოთ და ნახოთ ეხლა რა შედეგს მოგიტანს თქვენ ეხლა ეს და მეორე ტუზე, აი შედეგი თქვენი. ცეცხლი ნავთი, რას გეუბნებით, რომელიც გჭირდებათ თქვენ იმისათვის ენერგია, სულ ენერგია. აქ უეჭველე 1,000,000%-იანი შემიძლია თქვა, რომ აი ეს მადლობა უთხარით თქვენს პარტნიორს, ხო? ან იმას, ვინც მოგიშალათ ნერვები და ვინც მოგიყვანათ ამ ენერგიებში. გეუბნებით რა, გულში მაინც უთხარით მადლობა, რომ ასე ნერვებს რომ აწყვიტავდე შენ, უღრმესი მადლობა რა, იმიტომ რომ ახალ ენერგიებში გაგდებს ეს ტიპი. გეუბნებით მე თქვენ დამიჯერეთ რა. ანუ ეს ადამიანი მნიშვნელოვანი, იმიტომ თქვენს რომ აი ეს აი აქ რო ვთქვი რომ ეხლა რა ქვია, შეიძლება თვითონაც მე აინთება თქვენი ენერგიები და მასშიც შეიცვლება, ნუ ჩვენ მასზე არ უყურებთ, ჩვენ თქვენზე ვუყურებთ დღეს და უკვე ნახეთ რამდენი ტუზები, რამხელა თვითბედი ერთობა. გაიგეთ რა ხდება? უკვე აქაც ამაჩვენეს თავიდანვე სიგნიფიკაციაში, რომ აქ ისეთი ენერგია, ქმედების ენერგია ერთობა, იმიტომ რომ საერთოდ გვერდხების მეფე ეს არის ენერგია, ეს არის ქმედება, კაცის ენერგია არის ქმედება, მიდუმეტეს გვერდხების მეფეს რა, გეგმები, რა გავაკეთო, წინსვლა, მომავალი, მიხვდით? მომავალი, ანუ ეს შებოჭილება, ეს ნერვიულობა, ეს რაღაც რაც გქონდა თქვენ გულის ტკენა, რაღაცა აი სტრესული სიტუაციები, ეს არის ყველაფერი, ამით ყველაფერი ჩაერთო თქვენი ენერგია. გაიგეთ? ნახეთ, აქაც გვერდხების ის რა და აქაც გვერდხების არის ტუზი. აი ეს არის თქვენი შედეგი. რომ თქვენი მომავალი შეიცვლება. იმიტომ რომ მაღალი ძალებს უყვარხარ, იმიტომ რომ თქვენ გადიხართ იმისთან პროცესებს, რომ როგორ შეიძლება რომ არ უყვარდეთ, როგორ შეიძლება რომ არ უყვარდეთ. თქვენ ნახეთ რამხელა წინსვლა. გეუბნები ამ ენერგიას, ნუ კარგავთ ხო გეუბნები ჩვენ რომ უკვე ის რა ქვია, ეს რესურსი ისედაც უკვე გააქვს შენ ხო? კიდე, აი წინსვლა, ენერგიით აინთებით. ეს ენერგია როცა გაქვს, შენ ყველაფერი შეგიძლია გააკეთო აბსოლუტურად. ნებისმიერ სფეროში რა, აი ზამაგარია რა. ნუ ვნახოთ ახლა რა იქნება უკვე თქვენი მთავარი წყალობა ამ პერიოდის შედეგად, აი ნახეთ სიმშვიდე, ჰარმონია, შინაგანი ჰარმონია. როცა უკვე ნახეთ, ანუ ეს არის როგორ რატო აქ არის თქვენი მთავარი ანგელოზი თქვენს გვერდით არის. ეს არის როცა დალოცვილი ხარ, ეს არის როცა თან აქ ახლა ისეთი სუფთა ენერგია, ისეთი აი რაღაცა პერიოდი, ნახეთ ჩვენ ხო სულ ვიძახათ, აი მინდა რომ წყნარი, მშვიდი, კარგი ცხოვრება მქონდეს, მაგრამ აი აქ როგორ გამოჯამრთელობა, აქ განიკურნება, აქ სიმშვიდე, შინაგანი სიმშვიდე, მიხვდით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა კი, აი კი ხო, აი სიყვარულის ენერგია, კი ბატონო, სიყვარული, აი აქ მოდის დააკვირდით რა, ძალიან გთხოვთ ამ ყველაფერს აბსოლუტურად, რაც ახლა იქნება თქვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ აქ უმძიმესი პერიოდი გაქვს გადატანილი. ტრანსფორმაციაში შეხვედით. ეს ტრანსფორმაცია უკვე თქვენზე მუშაობს რა. ამიტომ თავარი იყავით მზად იმისათვის, რომ იფიქროთ თქვენზე, ეს უკვე ამას უკვე უნდა გრძნობდეთ თქვენ, რომ ეს ენერგიები უკვე მოძრაობს თქვენში, ხო? და მზად იყავით მიიღოთ ახალი ენერგიები, ახალი ცხოვრება. რას ნიშნავს ეს ახალი ენერგია, ახალი ცხოვრება? აი დააკვირდეთ სხვადასხვა სფეროებს, სად იქნება ეს ცვლილებები, მაგრამ შეიძლება
ანუ საერთოდ როგორ არის, იცით ახლა ცვლილებები რო იწყება, მე ნელა ყველა სფერო ლაგდება. გამიგეთ? აი ყველა სფერო ლაგდება აბსოლუტურად. ნუ მოდით ახლა კიდე ერთ კითხვას დავუსვა, აი ყველაზე მეტად რა სფეროს შეეხება ეს ცვლილებები? აი ამ ნუ პირველ ეტაპზე თქვა. ყველაზე მეტად რა სფეროს? ნუ აქ მაჩვენებენ იმ სფეროს, რომელიც იყო ყველაზე სტაგნაციური. რომელშიც არაფერი ცვლილება არ იყო. ეს ხო თქვენ თვითონ უნდა გაიგოთ, რომ ყველა ზოგ შეიძლება თქვა ფინანსური, აქ ხო გვაჩვენეს, რომ ფინანსური ზოგ შეიძლება კარიერა, ანუ ის სფერო, რომელიც ჩვენ ყველაზე ბევრად ფიქრობ, მაგრამ აქ ნახეთ რა საინტერესო სამი დათვი. აი ვინც უყურებს სულ ჩემს არხებს და მithumetes მე როცა ვაკეთებ პროგნოზებს, ხო? თქვენ იცით რომ მე აი ამ სამ დათვზე მაქვს ლაპარაკი ხოლმე. ანუ ეს არის ჩვენი კარიერა, პირადი დანიშნულება, კარიერა, ხო, სწავლა ის რა ეტაპზე, ეს არის ფინანსები, ეს არის ურთიერთობა. მიხვდით? ანუ ეს არის ჩემი სამი დათვი, ჩემ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ, რომ რადგან ჩემს გაშლას უყურებთ, თქვენ ფიქრობთ, აქ თევზიც არის, ნახეთ, ესეც არის სიუხვე და ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ აქ ის სამივე სფერო, რომელიც იყო შეჩერებული ყველა სფეროზე, იმოქმედებს ეს კი, ყველა დაბალანსდება აუცილებლად სულ ყველა ეს სფეროები. აბსოლუტურად, აი ყველა, აი, სიყვარული კიდე. მიიღეთ, სიყვარულით მიიღეთ, ჩემო ლამაზებო. აუცილებლად იქნება რაღაცა, აი, ნუ აქ სიყვარულის თემაში ხო საერთოდ ძალიან გაგემარშლებს სხვათა შორის. ნუ არა, სულ ტუზები გვერდხების თუ აქ ნახეთ, საქმეშიც, სიყვარულშიც გაგემართლეს, სულ ტუზები და მზის არკანი, აგერა თქვენი ენერგია მეუბნებოდ გაჩერდი რა, უყონდაც გაჩერდი რა. იმდენი ელაპარაკე, რომ უკვე ისედაც გასაგებია ყველასთვის, რომ აქ ყველა სფეროზე ჩვენ ახლა ნამდვილად ბედნიერებას მოვუტან. აი მაგარი გაშლა არის, რა ვიცი მე. აი თუ ვინმე ყავთ თქვენ ახლა ცუდ მდგომარეობაში, თქვენი ახლობელი მეგობარი გადაუგზავნით რა, იმიტომ რომ აი ეს ენერგია წაიღოს იმ ადამიანმა რა. ის აი ამ ენერგიით შეივსოს, იმიტომ რომ აქ შეიძლება მართლა ადამიანი ისეთ მდგომარეობაში, რომ ყველა სფერო აქ მინუსში. აი ამ ადამიანისთვის მხოლოდ даже ამისი მოსმენა, ამ ენერგია, ამ ნახეთ რა ენერგიები შეხედეთ, რა ენერგიები, просто ნახეთ აქ შეიძლება ახლა ნახეთ სუტუზები და სუტუზები. აი просто ამ ენერგიით მინდა თქვენს შეივსოთ რა, მაქსიმალურად შეივსეთ და ნახავთ როგორი მაგარი წინსვლა გელოდება თქვენ და რა მაგარი პერიოდი გეწყებათ. აი უმაგრესი. Всё, შემოსიხარულებო, თორე უკვე მეც გავიგუდე ამ ენერგიებში ახლა, რომ უკვე დამცხავ. Всё, მიყვარხარ ძალიან და სულ სიკეთე, სულ ბედნიერება, ყველაფერი, აი ყველაფერი კარგი გქონდეთ თქვენ, ჩემო ლამაზებო და ჩემო ერთგულებო, მიყვარხარ ძალიან მართლა.